ეთერშია შუადღის პოლიტიკა რადიო სივრცის ეთერში FM 98-სა და 5-ზე. მაუწყებლობთ გაზაფხულის ქუჩის სტუდიიდან. მე გახლავართ ნიკოლაშვილი, ხოლო ჩვენი სტუმარია ნიკოლოზ სამხარაძე, საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტში. ჩვენი მეორე სეზონი შუადღის პოლიტიკის ეძღვნება მთლიანად პარლამენტის მეორე მე-11 სეზონ ბოდიში საპარლამენტო საქმიანობას და ჩვენ ვაშუქებთ მიმდინარე პროცესებს სწორედ მის შესახებ. ვიდრე თებერვლის პირველ კვირაში დაიწყება საპარლამენტო გაზაფხულის სესია, საგაზაფხულო სესია, მანამდე ჩვენ უკვე 3 დღე გავიდა ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციიდან და ჩვენ უკვე ამ 3 დღემ და კიდე მანამდე პროცესებმა დიდწილად უკვე თავისი კვალი დაამჩნია მსოფლიო პოლიტიკას და ერთგვარად აისახა ეს მიმდინარე პროცესზე, ამიტომაც ძირითადად ჩვენ დღევანდელ დისკუსიაში სწორედ აი ამ საკითხებზე ვილაპარაკებთ. მანამდე კი მინდა გამოვეხმაურო ისეთ თემას, რომელიც გახდა ძალიან აქტუალური დღეს მიმდინარე ქვეყნის საშინაო პოლიტიკურ პროცესში, გულისხმობ პარტიის საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს, რომლის ადვოკატებმაც ბოლო დღეებში უკვე რამდენჯერმე დაიწყეს, ესე ვთქვათ, ინფორმაციის გავრცელება იმის შესახებ, რომ ისაც ხდებოდა შარშან და წინა წლებში შვეიცარიულ ბანკებთან დაკავშირებით, რაღაცნაირად კვლავინდებურად ეს აქტუალიზდა, ეს საინტერესოა პლუს იმ დროსაც, როცა დღეს აგრეთვე მიმდინარეობს სასამართლო დავა ბიძინა ივანიშვილსა და მის ყოფილ ერთ-ერთ მმართველ გიორგი ბაჩიაშვილს შორის, სადაც დიდი რაოდენობით ბიტკოინებზე არის ლაპარაკი. მოკლედ, როგორც ჩანს, ეს ფინანსური მარყუჟი, თუ შეიძლება ესე ითქვას, ქართველი ბიზნესმენის, მეცენატის და უკვე ქართული ოცნების დამფუძნებლის მიმართ გარედან საგარეო აქტორების მხრიდან გამოიყენება როგორც პოლიტიკურ ინსტრუმენტად და ბერკეტად და ბევრი როდესაც შაშან და იმის წინა წლებში იყო ლაპარაკი იმაზე, რომ აი თავის დროზე როგორ შვეიცარიულმა ბანკმა როგორ რაღაცა დააკარგინა ფული, ლაპარაკი იყო მაშინდელ მმართველზე, პატრის ლესკადრონზე, რომელიც შემდეგ დამნაშავე ცნეს ამ თანხის დაკარგვაში, ის დაიჭირეს, შემდეგ მან თავი მოიკლა ციხეში და გაუჩინარდა ამგვარად ასპარეზიდან. და შემდგომ უკვე გაიმართა მრავალწლიანი სასამართლო დავა იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა მიეღო თუ არა ბანკის კლიენტს ეს თანხები და სასამართლოებმა იქ სადაც დავა იყო წარმართული, აღიარეს ბიძინა ივანიშვილის უფლება, რომ მას ბანკს უნდა დაებრუნებინა მისთვის თანხა. და აქედან იწყება შემდეგ ყველაზე საინტერესო, რომ სხვადასხვა მიზეზით და საბაბით ბანკი ამ თანხებს არ აბრუნებს, აჭიანურებს, იყენებდა სხვადასხვა მეთოდებს, ხანდახან იმაზე ბრალდებას, რომ იცით რა არის, რაღაც სარისკო კლიენტია და მოდი თავი შევიკავოთ. ამასთან დაკავშირებით კიდევ იმართებოდა დავები და ჩვენ გვახსოვს, რომ შემოდგომაზე დასრულდა ეს დავები და ბიძინა ივანიშვილმა არა მარტო თანხა დაიბრუნა, არამედ მისი განკარგვის უფლებაც, მაგრამ ეს თანხები ისევ შვეიცარიული ბანკის ანგარიშებზე აღმოჩნდა. ჩვენ გვახსოვს არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გასულ ინტერვიუს, სადაც ბიძინა ივანიშვილი იძახდა, რომ ეს დამთავრებული ანუ ეს თქვათ რახან ეს თემა ამოიწურა, მე მზად ვარ, რომ განვაახლო ურთიერთობები, მათ შორის მან ახსენა ამერიკის ელჩი, რომელთან შეხვედრა უნდა გამართულიყო, თუმცა რამდენადაც მე ვიცი, ესეთი რამ ჯერ კიდე არ მომხდარა, ჩაიარა ამერიკის არჩევნებმა, ჩაიარა პრეზიდენტის ინაუგურაციამ და ჯერჯერობით ეს საკითხი კვლავინდებურად ღიაა და ნუ პრინციპში მთელი მსოფლიო ელოდება რაღაცა ვითარების გადატვირთვა მსოფლიოში და მათ შორის ვართ ჩვენც, როდესაც რაღაცნაირად უნდა გავარკვიოთ რა ტიპის ურთიერთობა გვექნება საზღვარგარეთ. თუმცა ბევრი ადამიანი სკეპტიკურად მე ვადევნებდი თვალყურს და ცოტა ღიმილით უყურებდა ხოლმე ისეთ თემას, რომ ნუ როგორ შეიძლება რა შვეიცარიის ბანკში ჩარევა და ეს რა თქმა უნდა აბსოლუტურად ტექნიკური საკითხებია და რომ პოლიტიკასთან არანაირი შეხება არ აქვს. როდესაც დღეს ფიქრობდი გადაცემაში, როცა მოვდიოდი, იმისათვის რომ ჩვენ
მსმენელს აუხსნათ რა ფენომენთან გვაქვს საქმე, გამახსენდა ესეთი მაგალითი, სხვადასხვა ბოლო დროს პოპულარული გახდა, რომ ესეთი სპორტული პოდკასტების წამყვანები პოლიტიკაზე ლაპარაკობენ ხოლმე. და ეხლა მე მათ მინდა რაღაც როგორც პოლიტიკური გადაცემის მონაწილეებმა და წამყვანებმა საფეხბურთო მაგალითი მოუყანო. მათ ალბათ ახსოვთ, რომ 2015 წელს იყო FIFA-ში მორიგი არჩევნები, სადაც მაშინ Sepp Blatter კლავინდებულად ცდილობდა რომ შეენარჩუნებინა პრეზიდენტის პოსტი და მაშინ მოახერხა კიდევაც, მაგრამ რამდენიმე დღით ადრე, 3 დღით ადრე, ამერიკის ფედერალური ბიუროს მიერ, ანუ იქაურ პროკურატურაში აღძრული საქმის გამოყენებით, შევიდნენ ერთ სასტუმროში შვეიცარიაში და დააკავეს FIFA-ს დაახლოებით 9 თუ 7 ესეთი აქტიური წევრი, მე მათ შორის დააკავეს ერთ-ერთი დიდი ფედერაციის აღმასრულებელი დირექტორიც, რომელსაც მე მისცა ეს ჩვენებები და ამან მოკლედ ისე იმოქმედა ამ საქმეებს ლაპარაკი იყო კორუფციულ სკანდალებზე, რომ შემდგომ უკვე ბლატერს მოუწია ვადამდელი არჩევნების დანიშვნა, მანამდე ის გადააყენეს და მოკლედ ის თანდათანობით აღმოჩნდა ჩამოცილებული ამ საქმეს. მან შემდეგ ჩაიყოლა მიშელ პლატინიც და აი ამ გაწმენდილ ველზე უცებ ჩვენ ვხედავთ აი ამ სასიამოვნო ღიმილის ადამიანს ჯანი ინფანტინოს პრეზიდენტად. და აქ ჩვენი მსმენელი ინაუგურაციაზე იყო ტრამპის. კი, აი ტრამპის ინაუგურაციაზე რო იყო, მაგამდე მივდიოდი მე, რომ ტრამპის ინაუგურაციაზე დავინახე, მე სწორედ მაშინ გამახსენდა ეს შემთხვევა. და შემდეგ უკვე რაღაცები რომ მოვიძიე, ჩვენ გვახსოვს, რომ ეს რაღაცა ხელს შეიცვალა, ეს რაღაცა ელიტა ერთგვარად ჩამოშორდა, მაგრამ საინტერესოა ეს აი რა ცვლილებები მოხდა მას შემდეგ, რაცაც დიდად ჩვენთან არ აშუქებენ და ხშირად არ ლაპარაკობენ ხოლმე. ლაპარაკია იმაზე, რომ თანდათანობით დაიწყო ლაპარაკი, რომ თუ კი იქ საუბარი იყო ფინანსურ რაღაცა გარიგებებზე თუ ინტერესზე, რატომაც გახსოვს ყატარში ჩატარებულ ჩემპიონატს რამხელა გამოხმაურება მოყარო, რატომ მიეცით ყატარს, ხომ არ არის თამზე ლაპარაკი ამოწეს რუსეთის თემა. და საბოლოო ჯამში გაიწელა საკითხი, რომ 2026 წელს ამერიკისთვის უნდა მიეცას ჩემპიონატის ჩატარების უფლება და რაღაცა სხვა ტიპის ურთიერთობის ნაცვლად უცებ ჩვენ ვნახეთ ხმაურიანი ეს პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიება, რომელთაც აიძულეს და ბოლოს ამერიკა მიიღო ამის ჩატარების უფლება. ლაპარაკი წავიდა იმაზე, რომ იცით რა არის, შვეიცარია თითქოს აღარ არის კარგი ქვეყანა, იმიტომ რომ უჭირთ არაშვეიცარლებს დასაქმება FIFA-ს სათაო ოფისში, და ამიტომ ხო არ დავიწყოთ ლაპარაკი, რომ გადავიტანოთ ეს ოფისი შვეიცარიიდან. ამაზე რამდენიმე წელია უკვე მიმდინარეობს ლაპარაკი, ეს ჯანი ინფანტინოს ინიციატივით. და მინდა გითხრათ, რომ უკვე ნაწილობრივ ერთ-ერთი ოფისი გაიხსნა ჯაკარტაში, ხოლო FIFA-ს სამართლებრივი დეპარტამენტი რაღაც გარკვეული ნაწილი გადავიდა უკვე მაიამიში. ანუ წარმოიდგინეთ, ის თუ იქაური იურისდიქციით უნდა იმოქმედოს. ანუ თანათაით ამერიკული გავლენები როგორ გაძლიერდა, ეს არის ყველაზე მკაფიო მაგალითი. მე ძალიან ორ სიტყვაში ვახსენე ეს кейსი, მაგრამ თუ იმეს ეს დააინტერესებს, სავსეა ინტერნეტი ამ მასალით და შეუძლიათ მოიძიონ, მაგრამ მე ეს მოვიყვანე როგორც მაგალითი, ვიღაცას რომ მიაჩნიათ, რომ როგორ შეიძლება თან შვეიცარიაში ჩარევა, FIFA-ს მაგალითი არის ყველაზე კარგი და მკაფიო, რანაირად შეიძლება მოხდეს, რომ თითქოს ყველანაირად დაცული უამრავი საერთაშორისო ორგანიზაციის ესე ვთქვათ, იქ არსებული მმართველობის პირობებში, იმიტომ რომ ეს ქვეყანა ძალიან კარგი მასპინძელი იყო აქამდე 1815 წლიდან, ეს ქვეყანას ამ ქვეყანას არ მიუღია არანაირ ომში ან კონფლიქტში მონაწილეობა, ან სარგებლობს ნეიტრალური სტატუსით და პირიქით ყველა რაღაცნაირად იქ ახერხებს ამ პირობებით სარგებლობას 200 წელიწადზე მეტია, მაგრამ აღმოჩნდა და ეს ყველაზე მეტად აღმოჩნდა FIFA-ს მაგალითზე, რომ ძალიან კარგად შეიძლება იქ ჩარევა სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით. კი თქვა ამერიკამ, რომ იცი, კი ჩვენი იურისდიქცია არ ვრცელდება, მაგრამ სამაგიეროდ ბანკების ტრანზაქციებზე ვრცელდება ჩვენი იურისდიქცია და იქ რაღაცა ქრთამზე რო გვაქვს ეჭვი, ჩვენ სწორედ ამას გავყევით და ამითი მოვახერხეთ. და ეხლა უკვე ჩვენ ვხედავთ, რომ ჩემპიონატიც ამერიკაში ტარდება და FIFA-ს ძალიან მნიშვნელოვანი განყოფილებაც უკვე გადავიდა ამერიკის შტატებში. აი ამ ფონზე საერთოდ არ არის უცნაური ის, რომ შესაძლოა გავლენა ქონდეს და ჩვენ გვახსოვს, როდესაც ამერიკაში სანქციებზე იყო ლაპარაკი, ერთ-ერთი ცალკე გამოყოფილი გრაფა, ჯერ კიდევ ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, ჩაიდო ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, რომ თუ რამეს ხო ზოგადი იყო ეს სანქცია და თან პერსონალური, ესე ვთქვათ, ან ოჯახზე და რაღაც ბიზნესი არ ვრცელდებოდა, მაგრამ ცალკე გრაფათა ჩაიწერა, რომ აი ეს თანხა რაც მან მოიგო სასამართლოებში, აი სწორედ ამ თანხის განკარგვის უფლება მას უნდა შეზღუდო და ჩვენ ვიცით, რომ როდესაც დავა მიდიოდა შვეიცარიულ ბანკ კრედიტ სვისთან და ის გაკოტრდა ამასობაში,
ყველაზე დიდი ბანკი რაც არის შვეიცარიული UBS-ი მან წაიღო მისი აქტივები და ეს ჯულიუს ბარი რომელზეც ეხლა მიდის უკვე ლაპარაკი რომ ის კვლავინდებურად იწყებს უკვე ამ პრაქტიკას თქო ამ თანხების გაჩერების ეს არის სიდიდით ეხლა უკვე მეორე ბანკი რა ანუ სია რომ ნახოთ ყველაზე გავლენია ანუ აი ეს საკითხები და ამის დაძრა ისე ჩვენ რაღაცნაირად გადავყავართ იმ მდგომარეობაში რაც ჰქონდა ჩვენ არჩევნებამდე როცა ჩვენ ამ საგარეო ჩარევას ძალიან სერიოზულად თუ რაღაცა ვამხელდით, ლაპარაკობდით, მიუთითებდით გარკვეულ ნიშნებზე და რომელიც კაცმა არც როგორ გაგრძელდებოდა, რომ არ დაწეოდა ამასობაში ამბავი, რომ იქ სადღაც ვაშინგტონში, ანუ იმპერიის დედაქალაქში რაღაცები იცვლება. ანუ ნიკა მე ცოტა გამიგრძელდა ეს შესავალი და ამიტომ მინდა ძალიან ზოგადი კითხვით გადმოვიდე შენთან, რომ შენ როგორ აღიქვი ეს ამერიკაში მომხდარი ცვლილება, რამდენად მოსალოდნელი იყო და რას ხედავ ეხა, ანუ რა მასშტაბს ცვლილებებისა პოლიტიკაში, რაზე შეიძლება აისახოს და რა შეიძლება მოველოდეთ. მადლობა, მივესალმები ჩვენს მსმენელს. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ თანამედროვე მსოფლიოში არათუ ფინანსები, არათუ სპორტი, არამედ არ არსებობს სფერო, რომელიც არ იყოს დაკავშირებული საერთაშორისო პოლიტიკასთან. იქიდან გამომდინარე, რომ ამ გლობალიზაციის პროცესებმა მოიტანა ამ სფეროების და ინტერესების ურთიერთ გადაჯაჭვულობა. ჩვენ ახლა FIFA-ს მაგალითი განვიხილეთ, შევხედოთ ოლიმპიურ თამაშებს. ოლიმპიურ თამაშებზე ახალი დისციპლინების დამატებაც მათ შორის ხდება პოლიტიკური განშის საკითხი, იმიტომ რომ ახალი დისციპლინების დამატება გვინდა ეს ჩვენ თუ არ გვინდა კონკრეტულ ქვეყნებს აძლევს შესაძლებლობას რომ უფრო მეტი медали მოიპოვონ და სწორედ ამის გამო ესეც ხდება ხოლმე რაღაცა პოლიტიკური ვაჭრობის საკითხი. ამიტომ იმის თქმა რომ თქვათ შვეიცარიული ბანკები იქნება ეს FIFA იქნება თუ ნებისმიერი სხვა მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია აგერ თუნდაც რომ ეს ორგანიზაციები მხოლოდ და მხოლოდ თქვათ ფეხბურთზე ჯანდაცვაზე და სხვა ანუ მის ასე ვთქვათ ნიშურ საკითხებზე არიან ორიენტირებული და საერთაშორისო პოლიტიკა მათ არ ეხებათ რა თქმა უნდა ეს მცდარი მოსაზრება იქნება. რაც შეეხება ამერიკის არჩევნებს და რაც შეეხება ტრამპის გამარჯვებას ჩემთვის პირადად ეს მოსალოდნელი იყო მიუხედავად იმისა რომ რა თქმა უნდა ბოლო წუთამდე არ ვიცოდით მე იქ ვიმყოფებოდი ვაკვირდებოდი არჩევნებს როგორც ეუთოს დამკვირვებელი და მართლაც ბოლო დღემდე არ ვიცოდით ვინ გაიმარჯვებდა მაგრამ პირადად მე მქონდა მოლოდინი რომ გაიმარჯვებდა ტრამპი იმიტომ რომ მე კარგად ვიცნობ ამერიკას და მე ვიცი რომ ამერიკა არის ამერიკული საზოგადოება არის ძალიან კონსერვატორული საზოგადოება და მე შემიძლია ვთქვა რომ ჩვენ ქართულ საზოგადოებასაც რომ შევადაროთ მე ვფიქრობ რომ ამერიკული საზოგადოება უფრო მეტად კონსერვატორულია ვიდრე ქართული საზოგადოება. შესაბამისად მათთვის ეს ასე ვთქვათ ლიბერალური დღის წესრიგი რომელსაც დემოკრატები მთელი ამ 4 წლის განმავლობაში ასე ვთქვათ წინ წევდნენ ბევრი მათგანისთვის და როგორც აღმოჩნდა უდიდესი უმრავლესობისთვის აღმოჩნდა მიუღებელი. არა იმიტომ რომ ისინი ვთქვათ ლიბერალურ დღის წესრიგს ებრძვიან, არამედ იმიტომ რომ ეს მასშტაბი საერთოდ გაცდა ლიბერალიზმის არს. ის რაც ბოლო რამდენიმე წელიწადში ხდებოდა მსოფლიოში, ეს არ არის ლიბერალიზმი, მისი კლასიკური გაგებით და შესაბამისად აი ამ საზოგადოებრივმა კონსერვატორულმა, ასე ვთქვათ, აზრმა გადაწონა ამერიკაში და ამ აზრის მთავარი ლიდერი იყო დონალდ ტრამპი. შესაბამისად ძალიან ბუნებრივია რომ ტრამპმა გაიმარჯვა ამ არჩევნებში და ძალიან ბუნებრივია და მოსალოდნელია რომ პირველი ნაბიჯები რომელიც მან გადადგა აგერ ბოლო 2-3 დღეში სწორედ ამ ასე ვთქვათ კონსერვატორული პოლიტიკის და კონსერვატორული აზრის შესაბამისად არის გატარებული. აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ რომ ეს მიდგომა არამხოლოდ ამერიკის შიგნით იქნება გადამწყვეტი ფაქტორი, ასე ვთქვათ, მომავალი პოლიტიკური პროცესების განსასაზღვრად, არამედ ეს იქნება ასევე საერთაშორისო პოლიტიკაში ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. რას გულისხმობ ამაში? ამაში გულისხმობ იმას, რომ ძალიან მკაფიოდ ითქვა, რომ ამერიკა დაასრულებს ყველა ომს, რომელიც
მიმდინარეობს სოფლიოში და არ შევა ახალ ომებში. იმიტომ რომ ეს ასე ვთქვათ ომები ვერ აძლიერებენ ამერიკას და პირიქით როგორც ასე ვთქვათ ტრამპი და მისი გუნდის წარმომადგენლები არიან შიგნით ასუსტებენ ამერიკას. რაც შეგვიძლია პრინციპში ეკონომიკური მონაცემების საფუძველზე დავინახოთ რომ ტრამპის პირველი პრეზიდენტობის დროს მართლაც საგრძნობლად შემცირდა უმუშევრობის დონე, მართლაც ამერიკის ეკონომიკამ დაიწყო საგრძნობის და შემდეგ კოვიდის გამო მოხდა პრინციპში ამ წარმატების ნიველირება, რაც ჩემი აზრით იყო კიდევაც ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ტრამპი დამარცხდა 2020 წლის არჩევნებში. და საერთაშორისო პოლიტიკაში მას სურს რა თქმა უნდა ამერიკის გავლენის დაბრუნება. დღეს ჩვენ კარგად ვხედავთ რომ მსოფლიოში გამოჩნდნენ ალტერნატიული ძალები, რომლებსაც აქვთ პრეტენზია რომ ამერიკის ჰეგემონია, ასე ვთქვათ, ჩაანაცვლონ, დაამარცხონ. და ამ ასე ვთქვათ ჰეგემონიის დამარცხების ერთ-ერთი მთავარი კოზირი, რომელიც ამ ძალებს უჭირავთ ხელში, არის ის, რომ ამერიკა დაცილდა ტრადიციულ ფასეულობებს და ამერიკა დაცილდა იმ ფასეულობებს, რომლებზეც კაცობრიობა იდგა ამდენი ხნის განმავლობაში, ხო? შესაბამისად, ეს კოზირი, ასე ვთქვათ, რომელიც აი ამ ალტერნატიულ ძალებს უჭირავს, ის ძალიან კარგად ესმის და ძალიან, ასე ვთქვათ, კარგად აცნობიერებენ ამას ბევრი განვითარებადი ქვეყნის წარმომადგენელი. იქნება ეს აფრიკაში, ლათინურ ამერიკაში, აზიაში თუ ასე შემდეგ. ყველა დაიღალა, ასე ვთქვათ, როგორც ამას უწოდებენ ხოლმე ლიტერატურაში, თეთრი კაცის მიერ წაკითხული ლექციებით. და ყველას მით უმეტეს, როდესაც ეს თეთრი კაცი თვითონ ხშირ შემთხვევაში აკეთებს იმის საწინააღმდეგოს, რის შესახებაც ლექციას უკითხავს განვითარებად მსოფლიოს. ამიტომ ამ შემთხვევაში აქ საუბარი არის უკვე ზოგადად ნდობის ეროზიაზე, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ, ასევე ზოგადად დასავლეთის მიმართ და ამიტომ ეს, ასე ვთქვათ, კონსერვატორული პოლიტიკა სწორედ იქითკენ იქნება მიმართული, რომ ეს პროცესი შეაჩეროს. რამდენად წარმატებული იქნება ამას დრო გვაჩვენებს, რა თქმა უნდა, თუმცა ორმხრივ, ასე ვთქვათ, საქართველოსთან ურთიერთობების კონტექსტში მე ვფიქრობ, რომ აქ ჩვენ ბევრად უფრო დიდი შესაძლებლობა გვაქვს, რომ ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ და კიდევ უფრო მეტად ავიყვანოთ რაღაც ახალ დონეზე, ვიდრე ეს წინა ადმინისტრაციასთან მქონდა, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადი, ასე ვთქვათ, სოფხედველობრივი პოზიციების თანხმედრა, რასაც ჩვენ ვაკვირდებით, ასე ვთქვათ, ღია განცხადებებში თუ იმ ნაბიჯებში, რომელიც ტრამპმა უკვე გადადგა. ამიტომ ამ მხრივ მე ვფიქრობ, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მომდევნო 4 წელიწადში არის რეალური შანსი იმისა, რომ ურთიერთობები ბევრად უკეთესი იყოს, ვიდრე ეს იყო წინა 4 წლის განმავლობაში. თუმცა კიდევ ერთხელ არ უნდა დავივიწყოთ ის, რომ ამაზე ძალიან დიდი გავლენა იქნება ზოგადად რეგიონულ ფაქტორს. ანუ როგორ დასრულდება ან დასრულდება თუ არა საერთოდ ომი უკრაინაში, მე მგონია რომ დასრულდება, თუმცა ჩემთვის თავარი კითხვის ნიშანია რა პირობებით დასრულდება ეს ომი უკრაინაში. რაც შეეხება პირობებს, ჩვენ როცა უსმენთ რუსეთის პრეზიდენტის განცხადებებს, როცა ის მაგალითად იგივე ამერიკელ ჟურნალისტებთან ინტერვიუში ის თავის პოზიციას აყალიბებს ხოლმე, პრაქტიკულად ამას უკვე უკრაინელ სხვადასხვა კომენტატორებსაც რო უსმენ, ეს სურათი ნათლად იკვეთება, რომ დღეს რუსეთი აწარმოებს ომს დასავლეთის წინააღმდეგ
არა უკრაინის წინააღმდეგ, არამედ დასავლეთის წინააღმდეგ, ოღონდ უკრაინის ტერიტორიაზე. ანუ რუსეთის მხრიდან ეს კონფლიქტი სწორედ ამგვარად არის წარმოდგენილი. ისინი შეიძლება საერთოდ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას უწოდებენ სამუშაო დონეზე, მაგრამ არსებითად ეს არის აი ამ ცივილიზაციათა ომი და ტაკერ კარლსონთან ინტერვიუშიც ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ ძემ თავარი მისთვის არის, რომ მოხდეს აღიარება, რომ სოფლიო აღარ არის უნიპოლარული, ეს არის მულტიპოლარული, რომ არსებობენ გავლენის ცენტრები და რომ ამ გავლენის ცენტრები ერთმანეთს პატივინასცენ, ერთმანეთის რაღაცნაირად მოიპყრონ კოლეგიალურად გაგებით და აღიარონ მათი უფლებები და ეს უფლებები უკვე როგორც ჩანს, ცდება მხოლოდ აი საზღვრით გავლებულ სუვერენულ ტერიტორიას. დიდი ქვეყნები იძახიან, რომ მათ გააჩნიათ კიდევ უფრო რაღაც სხვადასხვა გავლენის სფერო, სადაც შესაძლოა მათ არ შელახონ, ან შელახონ სუვერენიტეტი რომელიმე ქვეყნის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ ეს ქვეყნები იყვნენ ერთგვარად მათთვის კომფორტულ მდგომარეობაში საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით. და საქართველოს ბუნებრივად გეოგრაფიულად ამ არეალში შედის. ანუ ის პრეტენზია, რის გამოც დაიწყო ომი რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ, ვრცელდება მთელი სივრცეზე, რომელსაც ჩვენ ვიცით, რომ ის მიიჩნევს რაღაც თავის გავლენის არეალად. მაგრამ დღეს ძალიან საინტერესოდ ვრცელდება მოვლენები, რომ გარდა იმისა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია დამარცხდა და სწორედ ამ ადმინისტრაციის დროს დაიწყო ომი, ასევე იყო სხვა პრემიერ-მინისტრი იყო დიდ ბრიტანეთში, რომლებიც ძალიან მკაფიოდ დააფიქსირეს საომარი პოზიცია და დღეს უკვე ჩნდება ინფორმაცია, რომ აღმოჩნდა, რომ ზელენსკი წუხს, რომ ვეღარ მოხდება ნატოში გაწევრიანება, რომ ის თავზნობს მოტყუებულად, რომ ის გადააგდეს. პასუხისგებლობა ვინც უნდა აიღოს, რომლებიც იძახდნენ და სტამბულის მოლაპარაკების შემდეგ რო იცით რა არის, არა გააგრძელეთ ომი, ეს ხალხი აღარ არის ხელისუფლებაში. ანუ აი ეს მთელი ეს ყველაფერი უნდა გამოასწოროს და ამ დროს ჩვენ ვიღებთ დონალდ ტრამპს, რომელიც ძალიან ბევრწილად წააგავს კიდევაც იმ თავის კონკურენტს, იმიტომ რომ ის ისევე აცხადებს პრეტენზიებს. ჯერ კიდე კაცმა არ იცის რა მეთოდებით მოახერხებს ამ გავლენის მიღებას, მაგრამ ის ამ პრეტენზიებს ერთგვარად აცხადებს. საქართველოს რომ დაუბრუნდეთ, ჩვენ დაახლოებით ალბათ ყველაზე აქტიურად თებერვლიდან უკვე დაიწყო პრაქტიკულად საარჩევნო კამპანია, რომელიც დაეფუძნა ერთგვარად აი ამ ტრადიციულ ღირებულებებს, რომლებიც აღმოჩნდა ამერიკაში და პოლიტიკისთვის თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი, ისე რომ დღეს პირდაპირ ვერაუდის ტრამპი განკარგულებების ხელმოწერას და რაღაცა ყოფით დონეზეც კი რა სიტყვით გენდერი აღარ არსებობს ახსენოთ სამსახურებში, არამედ დააბრუნეთ სქესი, აკრძალეთ რაღაცა პოლიტიკები და მთელი ამბავი, ათობით განკარგულება აქვს უკვე გამოცემული, ხო? უამრავი მიმართულებით. ჩვენ რა გავაკეთეთ? ჩვენ ერთგვარად გამოვიცანით ის პროცესი, სადაც მივიდოდა 2024 წლის ბოლოს მსოფლიო და რაღაცნაირად ავირჩიეთ ეს მხარე და დავადექით ეს პრაგმატულ პოლიტიკას, ღირებულებების ნაწილი ერთი და საგარეო პოლიტიკაში, ასე ვთქვათ, მშვიდობიანობის პოლიტიკა. ჩვენ არ ყოფილიყავით გამაღიზიანებელი, არ მიგვეცა არც რუსეთისთვის საბაბი, რომ მას რაღაცა ჩვენთვის დაედო ბრალი ერთგვარ რაღაცა მილიტარიზმში და რაღაცა საომარ მხარეზე ყოფნაში. და წლის ბოლოს ჩვენ მივიღეთ აი ეს სურათი, გამარჯვებულია ტრამპი, უფრო მეტად ლაპარაკობენ უკრაინაში ომის დასრულებაზე, ხოლო უკრაინა უფრო მეტად ლაპარაკობს, რომ მან პრაქტიკულად ყველაფერი დაკარგა. ანუ ვერაფერში ის ხეირს ვერ ხედავს. აი საქართველოს აი ამ კონტექსტში მიმართებაში თან დღეს როცა ჩვენ ამაზე ვლაპარაკობთ, ჯერ კიდევ ის პრობლემები, რაც გამოყვა 2024 წლიდან, ეს კვლავინდებურად ჯერჯერობით ძალაშია, იმიტომ რომ ისევ ჯერჯერობით დიალოგი არ დაწყებულა, რაღაცა უცხო ქვეყნის საელჩოები დუმან, პარლამენტის ლეგიტიმაციაც, რაც ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, საგარეო ლეგიტიმაციას ჯერჯერობით არ ჩანს. ანუ რამდენად სწორად იარა საქართველოს 2024 წელს და ის რაც გამოყვა პრობლემები, როგორ ხედავ შენ, რა საფუძველი არსებობს მათი გამოსწორების? პირველ რიგში ვიტყვი, რომ მთავარი ინდიკატორი იმისა, რამდენად სწორად იარა საქართველოს არის ის, რომ დღეს საქართველოში არის მშვიდობა. და საქართველოს არ არის ომის ქარცეცხლში გახვეული და თბილისში დღეს არ ფრიალებს რუსეთის დროშა, იმიტომ რომ ამის ძალიან დიდი ალბათობა არსებობდა ჩვენ რომ არასწორად მოქცეულიყავით და ჩვენ რომ ასე ვთქვათ აი ამ ბეწვის ხიძზე, რომელზეც გავიარეთ 2022 წლიდან მოყოლებული, ერთი მცდარი ნაბიჯი გადაგვედგა. შესაბამისად, ჩემთვის მთავარი ინდიკატორი არის სწორედ ეს. ჩვენ რეალურად ბოლო წლების განმავლობაში
შემიძლია ესე უხეშად თქვა, რომ ჩვენ არც საშინაო პოლიტიკა გქონდა, არც საგარეო პოლიტიკა გქონდა, ჩვენი მთავარი პოლიტიკა იყო გადარჩენის პოლიტიკა, რომ როგორმე ჩვენი სახელმწიფო გადარჩენილი იყო აი ამ ძალიან დიდ ომს და დიდ დაპირისპირებას, რომელსაც რუსეთში, როგორც ჩვენ მართებულად თქვი, აღიქვავენ არა დონბასის, ასე ვთქვათ, ან რუსულენოვანი მოსახლეობის დასაცავად წარმოებულ ომს, არამედ აღიქვავენ როგორც ომს დასავლეთთან და არა მარტო რუსეთში. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია გლობალური კონტექსტის გასაგებად, იმიტომ რომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრინციპში BRICS-ის ყველა ქვეყანაში და ასე ვთქვათ, განვითარებადი ქვეყნების ძალიან დიდ ნაწილში ეს ომი სწორედ ფასდება როგორც რუსეთისა და დასავლეთის დაპირისპირება. და მაშინ, როდესაც საქართველო არის ამ დაპირისპირების, ასე ვთქვათ, თეატრში და რეალურად ეს დაპირისპირება ჩვენს რეგიონში მიმდინარეობს, ძალიან რთული იყო, რომ ეს პოლიტიკა გაგვეტარებინა. რაც შეეხება გამოვიცანით თუ არა, მე ამას გამოცნობას არ დავარქმევდი, ჩვენ უბრალოდ გავითვალისწინეთ ჩვენი საზოგადოების განწყობები და ჩვენი საზოგადოების, ასე ვთქვათ, ჩვენი საზოგადოების ფასეულობები. იმიტომ რომ ის რასაც გვიკიჟინებდნენ მათ შორის არასამთავრობოების ხელით კონკრეტული, ასე ვთქვათ, მოთამაშეები დასავლეთიდან, ის მიუღებელი აღმოჩნდა ქართული საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილისთვის. შესაბამისად, ჩვენ ვიმოქმედეთ იმ განწყობების, ასე ვთქვათ, საპირწონედ კი არა, იმ განწყობების გასაძლიერებლად, რა განწყობებიც ჩვენი საზოგადოების უდიდეს უმრავლესობას ჰქონდა. აქ არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ვთქვათ 55%-ს მიაჩნია, რომ ეს ასე უნდა იყოს და 45% წინააღმდეგია. ხო, აქ საუბარია 90 და მეტ პროცენტზე ქართული საზოგადოებისა, რომლისთვისაც აი ეს რაღაცა მართლა ყურით მოთრეული საკითხები, ეს დედა თუ მამა მართლა სასაცილო თემად იქცა, მაგრამ ფაქტია, რომ დადგა ეს საკითხი და ამერიკის პრეზიდენტს მოუწია ბრძანების გამოცემა, რომ ეს რა ქვია, კაცი და ქალი და სქესი დააკანონეთ, ასე ვთქვათ, ემაში, ხო? ამ ფედერალურ სამსახურებში. და რაც არ უნდა სასაცილოდ მიგვაჩნდეს ეს ამბავი, ჩვენ გავხდით აი ამ შეტევის მონაწილე და ეს შეტევის უბრალოდ ობიექტი, სხერპლი. და ამიტომ სწორედ აქედან გამომდინარეობდა ჩვენი პოლიტიკა. ეს არ იყო მარტო წინასაარჩევნო რიტორიკა. ხო, შეიძლება იფიქრო, რომ წინასაარჩევნოთ ეხა პოლიტიკური პარტიის მთავარი ამოცანა არის, რომ მოიგოს არჩევნები. და შესაბამისად, მან ისეთი წინასაარჩევნო კამპანია უნდა აწარმოოს, რომელიც მოსახლეობის უმრავლესობისთვის იქნება მისაღები, რათა მან შემდეგ ხმა მოგცეს. მაგრამ ეს არ იყო მხოლოდ და მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამიზნული რიტორიკა და პოლიტიკა და ეს ასევე არ იყო მხოლოდ და მხოლოდ ამერიკის, ასე ვთქვათ, მომავალ ადმინისტრაციაზე გამიზნული პოლიტიკა და რიტორიკა. ეს იყო ჩვენი საზოგადოების რეალური სურვილების ასახვა პოლიტიკაში, რომელიც დღესაც არის ეფუძნება ამ შედარებით, ასე ვთქვათ, კონსერვატორულ ღირებულებებს და უფრო მეტად პატივს სცემს აი ამ ტრადიციულ ქრისტიანულ ფასეულობებს, რომელზეც არის დამყარებული როგორც ამერიკა, ასევე ევროპა. სხვათა შორის შეიძლება ითქვას, რომ რაც ჩვენ აღწერე, რომ ჩვენ დავინახეთ უმრავლესობის, ესე ვთქვათ, მიდრეკილება, ფასეულობების სურვილები, ზუსტად იგივე აქვს გაკეთებული დონალდ ტრამპს. იმიტომ რომ დონალდ ტრამპი თავისი ბიოგრაფიით საერთოდ არ წარმოადგენდა საუკეთესო მაგალითს აი ამ განწყობების, ხო? მაგრამ ის დიდი ხანია ეძებს თავის პოლიტიკურ პლატფორმას, უკვე ლამის 40 წელია და ეხლა უკვე კიდევ მეტი და პირველი პრეზიდენტობის დროს ეს ტრენდი ეგრეთ წოდებული უკვე დაწყებული იყო პოლარიზაციისაც, კონსერვატული ღირებულებებისაც, სად იყო დონალდ ტრამპი, როცა ფოქსი თქვათ ამას შექმნის დღიდან და ხო ამ მიმართულებას და მან რაღაც ძალიან კარგი ეს თქო ქორწინება შედგა. ხო, მან ითამაშა ერთგვარად ამ განწყობებზე, შექმნა თავისი პოლიტიკური პლატფორმა სწორედ აი ამ მიდრეკილებების ასახვით
და იმ ძალებსაც ის გამოადგათ ლიდერად, იმიტომ რომ მან მოიტანა თავისი ის რაღაც გარკვეული ქარიზმა თუ გავლენა, რამაც აღწია საუკეთესო ლიდერად და ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მან პირველ რიგში რესპუბლიკურ პარტიაში მოიგო კონკურენცია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი განსხვავებული მიდრეკილების ადამიანები არიან და მისი პირველი პრეზიდენტობის მერეც ეს დარჩა ანტიტრამპისტული განწყობები. ანუ ის იგებს როგორც აი ამ კონსერვატიულ ნაწილში ეს ტრამპიზმი, ასევე ცხადია რომ მე ეს უკვე ამარცხებს იმ მეორე ლიბერალურ დემოკრატიულ ნაწილსაც. აი ეს დაპირისპირება თითქოს ყველგან აისახება თან გლობალურ სამყაროში ეს ინფორმაცია ძალიან სწრაფად ვრცელდება. ხო ერთგვარად, იმიტომ რომ ვეღარ იტყვი რომ ეს რაღაც ამერიკის შიდა საქმეა და ჩვენ არ გვეხება. რაც არ უნდა იყოს იქ, ხო უკვე ეს რაღაცნაირად გადაეცემა და თან აღმოჩნდა რომ ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი მაკავშირებელი ხიდი. ანუ უკვე თუ ათასობით არა, ათობით ათასი ადამიანი აღმოჩნდა აი ამ ბოლო პერიოდში გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებულ ბატალიებში გამოიკვეთა, რომ თუნდაც ძალიან ბევრი ბენეფიციარი არის აი ამ დიდი ქსელის, რასაც ქვია, ის დღის წესრიგი, რაც მოდის დასავლეთიდან, მოდის ამერიკიდან, აქ არიან ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა საქმიანობით არიან დაკავებულები, მაგრამ მთლიანობაში ქსელურად დაკავშირებული არიან დღის წესრიგთან და პოლიტიკასთან, იმ დონეზე, რომ მათ უჭირთ რო კითხო არიან აბსოლუტურად თავისუფლები, არიან საქართველოს მოქალაქეები და ზრუნავენ საქართველოზე, მაგრამ ნებისმიერ კითხვაზე პასუხის გაცემა უბრალოდ უჭირთ თუ არ აქვს ინსტრუქცია. ანუ სანამ ეხლა მეტროპოლიიდან ჩამოვა რაღაც პირდაპირი დირექტივა, ესენი ხედავენ რომ იქ რაღაცა შეიცვალა, მაგრამ დირექტივა ჯერ არ მოსულა, რომ კი, მაგრამ ეს თუ არ ვთქვათ, აბა როგორ ვთქვათ. თუ არ ვთქვათ, რომ თუ არ უთხრეს, რომ იცი, თქვენი აზრი კი არ გქონდეთ, რომ აი სქესი ვთქვათ, გენდერი ვთქვათ, მანამდე აი როგორც საიას პადაღებული ესე ვთქვათ, დირექტორი იძახის, რომ მე ამ კითხვაზე არ გიპასუხებთ. იმიტომ რომ არ არსებობს ინსტრუქცია. აი ჩვენ ეხლა ამ წუთას სწორედ ამ ვაკუუმში ვიმყოფებით. კი, ტელევიზორში ხედავენ, რომ იქ საერთოდ სხვა რამე ხდება, მაგრამ პირდაპირ ამის ასახვა და თარგმნა, იმიტომ რომ არათავისუფალი ადამიანებთან გვაქვს ლაპარაკი, ეს ვეღარ ხერხდება. იმიტომ რომ პასუხს ვერ ვიგებთ ჩვენ. აი რა ეშველება, იქ ძალიან საინტერესოა სხვათა შორის ეს ისტორიის ეს მონაკვეთი, როდესაც აი ეს უკვე ვიცით, რომ იქ სადღაც რაღაცა შეიცვალა, მაგრამ აქ არ არის ჯერჯერობით წმინდა წყლის ასე ვთქვათ ინსტრუქციის დონეზე ასახული, დაკვირვება იმაზე, რომ აი ეს პროტესტი რაც არსებობს, ეს წინააღმდეგობა რაც არსებობს, კრიტიკა რაც არსებობს, ეს როგორ შეიცვლება თანდათანობით, იმიტომ რომ აღმოჩნდა რომ სოფლიოში გაიმარჯვა ძალამ, რომელიც ზუსტად იგივე პრაქტიკულად პოლიტიკურ პლატფორმაზე დგას, რაც ქართული ოცნება. აღმოჩნდა რომ სოფლიოში გეოპოლიტიკის თვალსაზრისით სწორედ იმგვარად შეიძლება დიდი ალბათობით შეიცვალოს ვითარება, რასაც აპელირებდა ქართული ოცნება, რომ თავარი არის ჩვენი ინტერესი, ჩვენი უსაფრთხოება და არა რაღაცა საარისკო, რაღაცა ვენჩურებში შესვლა, ხო, რომ იქ რაღაცა თვითმფრინავების გაგზავნა, რიტორიკის გახისტება, მეტი სანქციის დადება, რაც შენ გაქცევს ერთგვარ ტრულ ქვეყანად, იმ პირობებში, როცა ისედაც მტრად ხარ შეფასებული. შენ ქონდა ომი, ყველაზე დიდი მეზობელთან, შენ არ გაქვს დიპლომატიური ურთიერთობა, ნუ არ აღიქმები რა იმ სივრცის ნაწილად. იმ 2008 წლის შემდეგ. ანუ შენგან ნათქვამი სიტყვა საერთოდ სხვანაირია, ვიდრე სომხეთი რომ იტყვის. რომელს თქვა რომ არა, მე ევროკავშირში მინდა და კი ჩავიდა, მე ვნახეთ საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვთან ერთად დაყენებული პრესკონფერენციაზე და ესე პუნქტებრივად როგორ გადაუსვა ხაზი ყველაფერს, რომ იცით არა და ეს რაღაცა კერძო ინიციატივა ყოფილა თურმე. ანუ აი ამ პირობებში რა მოლოდინი შეიძლება გქონდეს, აი როგორ ფიქრობ შენ, რომ როგორ შეიძლება გაგრძელდეს ევროპაზე როგორ შეიძლება აისახოს პირველ რიგში ეს ცვლილება, იმიტომ რომ ტრამპის გუნდში ჩვენ ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც აი ესე ჩვენთან რო ჩარევას ეძახდნენ და რუმინეთში მაგალითად რო ჩარევას ეძახდნენ, რომელიც მე საერთოდ ვერც დადასტურდა, რომ იმ ძალის მხრიდან იყო ჩარევა, ანუ იქ პირდაპირ ხდება ეს ჩარევა, რომ პირდაპირ მისი უახლოესი ეს თანამებრძოლი დონალდ ტრამპის, ილონ მასკი პირდაპირ იძახის, რომ მე აი ამ ძალას უჭერ გერმანიაში მაგალითად მხარს და ეს ძალს რაღაც კარგი რეპუტაციით ევროპაში არ სარგებლობს. აი ეს ევროპაზე რა გავლენა შეიძლება იქონიოს აი ამ პროცესმა. პირველ რიგში რომ ვისაუბროთ ეგრეთ წოდებულ არასამთავრობო სექტორს. სხვა შორის გუშინ მოვესწა ასე ვთქვათ X-ზე, ყოფილ Twitter-ზე იყო განხილვა და რამოდენიმე აღმოსავლეთ ევროპელი ასე ვთქვათ ექსპერტი წუწუნებდა პირდაპირ რომ აი ამ 90 დღით დაფინანსების შეჩერებამ შეიძლება გამოუსწორებელი შედეგები მიაყენოს სამოქალაქო საზოგადოებას აღმოსავლეთ ევროპაში.
რაზეც შემდეგ ძალიან ესეთი ენამოსრებული პასუხი გასცა ერთ-ერთმა ასევე მკვლევარმა და ექსპერტმა და უთხრა რომ თუ აღმოსავლეთ ევროპის ეგრეთ წოდებული სამოქალაქო საზოგადოება დამოკიდებულია მხოლოდ ამერიკის დაფინანსებაზე, მაშინ ის არ ყოფილა აღმოსავლეთ ევროპის სამოქალაქო საზოგადოება, არამედ ყოფილა ამერიკის შეერთებული შტატების რაღაცა ინსტრუმენტი პოლიტიკური მიზნების გასატარებლად. სწორედ ეს არის მთავარი ასე ვთქვათ ამოცანა, იმიტომ რომ წეგან ჩვენ ქართული ოცნების კონსერვატიზმზე საუბრობდით და ერთი რაღაცა არ აღმინიშნავს მე. ქართული ოცნება არ არის სრულად კონსერვატორული პარტია. იმიტომ რომ მაგალითად ეკონომიკაში ქართული ოცნება არის ძალიან ლიბერალური, ასე ვთქვათ, პოლიტიკის მომხრე. შესაბამისად ჩვენ აქ რაღაც საზოგადოებრივ კონსერვატიზმზე ვლაპარაკობთ, როდესაც ქართული ოცნების პოლიტიკურ ხაზზე ვსაუბრობთ, თორემ ჩვენ არ ვართ მაგალითად არც წინააღმდეგი იმისა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები შემოვიდნენ საქართველოში, არც იმის წინააღმდეგი ვართ, რომ ჩვენ თავისუფალი ვაჭრობის, ასე ვთქვათ, შეთანხმებები გქონდეს მსოფლიოს ძალიან დიდ ნაწილთან, არც იმის წინააღმდეგი ვართ, რომ უიზო რეჟიმი გქონდეს. ანუ ამ მხრივ ეკონომიკური პოლიტიკის მხრივ ქართული ოცნება არის ლიბერალური პოლიტიკის მომხრე. და იგივე ეხება არასამთავრობო სექტორთან ურთიერთობასაც. ჩვენ როდესაც არასამთავრობო სექტორთან ურთიერთობაზე ვსაუბრობთ, ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არასამთავრობო სექტორი, ან სამოქალაქო საზოგადოება, როგორც მას უწოდებენ, მართლაც სამოქალაქო საზოგადოება უნდა იყოს და უნდა ასახავდეს ქართული საზოგადოების ნება-სურვილებს. და არა იმას, თუ რომელ კონკრეტულ დონორს რა კონკრეტული პოლიტიკური ხაზის გატარება მოუნდება საქართველოში. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება 90 დღით შეჩერებისა ძალიან საინტერესოა არგუმენტაცია, რატო შეაჩერა 90 დღით დაფინანსება, იმიტომ რომ იქ წერია, რომ ეს ხშირ შემთხვევაში გამოსაძიებელია ეს დაფინანსება რამდენად შეესაბამებოდა გაცხადებულ მიზნებს და ასევე ქმნიდა თუ არა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის არახელსაყრელ გარემოს მესამე ქვეყნებთან ურთიერთობაში და ხო არ უძაბავდა პირიქით პარტნიორული ურთიერთობის განვითარების მაგივრად ხო არ უძაბავდა ეს ურთიერთობებს აი მესამე ქვეყნებთან. ამიტომ მე ველი რომ მოხდება რეალურად კრისტალიზაცია აი ამ სეგმენტისა და მე მართლა მჯერა რომ მნიშვნელოვანია რომ ქვეყანაში არსებობდეს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც საზოგადოების კონკრეტული სეგმენტების ნება, სურვილს და მათ შორის პროტესტს და მათ შორის უკმაყოფილებას გამოხატავს მთავრობის მიმართ, იმიტომ რომ ეს ერთ-ერთი ასევე დამატებითი ბერკეტია იმისა, რომ მთავრობა მოусმინოს ხალხს და გაიგოს რა არის ხალხის წუხილი. სამწუხაროდ საქართველოში ჩვენ ასეთ სამოქალაქო საზოგადოება არ გვყავს. და ჩვენი არასამთავრობო სექტორი რეალურად არის, ასე ვთქვათ, ჩამოკიდებული აი ამ რაღაც ეფემერულ საგარეო პოლიტიკურ თითქოს დაპირისპირებაზე, რომ ჩვენ რაღაცა რუსეთში მივდივართ, ჩელიაბინსკში გავიღვიძებთ და მსგავს სისულელეებზე, რომელსაც არანაირი, ასე ვთქვათ, ფუნდამენტი და საძირკველი არ აქვს. მაგრამ არც ერთი გაიხსენეთ, აბა რომელი NGO ლაპარაკობს მაგალითად განათლების პრობლემებზე. ან რომელი NGO ლაპარაკობს გარემოს დაცვის საკითხებზე, ან რომელი NGO გვთავაზობს რაღაცა ესე ვთქვათ რეცეპტს, როგორ გავაუმჯობესოთ ჩვენ ინფრასტრუქტურა, ან სოფლის მეურნეობა, ან დასაქმების პოლიტიკა. ბოლო დროს რაც კი საკითხი იყო, ყველა საკითხში წინ იყო წამოწეული პირველ, ასე ვთქვათ, პლანზე იყო წამოწეული პოლიტიკური მდგენელი. ნუ ძალიან ბევრი NGO-ა საქართველოში ალბათ ვიღაცის პროფილში ესე ჩედის, მაგრამ ოდესაც ხათაშორის ესე ძალიან კამპანიური თვალსაზრისით არ გაჩნდა ესეთი ტერმინი ქართული ოცნებაც ხშირად ხდება გამოყენება, რომ ეგრეთ წოდებული მდიდარი NGO-ები, ანუ ეს რეალურად რას ნიშნავს, იმიტომ რომ NGO-ების რანჟირება შეიძლება მათი ბიუჯეტის და დაფინანსების მიხედვით, ხო? თუ არსებობს რაღაც არ ვიცი, ალბათ შეიძლება არასამთავრობო ორგანიზაციის სტატუსი აქვს, სიტყვაზე ელკანას, რომელიც რაღაც იშვიათ ჯიშებზე მუშაობს, ან ასე შემდეგ, ანუ ის დონორისგან რა ფულს იღებს და თქვათ რას იღებს
ისვედი თუ რას იღებს საერთაშორისო გამჭვირვალობას აბსოლუტურად განსხვავებული მასშტაბია და იმას მოყვება თავისი დღის წესრიგი, რომელიც მერე ხდება ერთგვარი ინსტრუმენტი პოლიტიკური ოპოზიციისთვის, რომ აი ამითი შემდეგ ისარგებლოს და ჩვენ ბოლო პერიოდში ვნახეთ ანუ სრული ქორწინება იმ დონის შერწყმა, რომ პირდაპირ აქციაზე, ანუ უკვე მედია, რომელიც უნდა იყოს შუამავალი, მედიუმი, გადამცემი ინფორმაციის, რომელიც უნდა დასვას კითხვები, არასამთავრობო სექტორი, რომელიც არ არის სამთავრობო სექტორი და მანაც რეკომენდაციით უნდა დაეხმაროს სხვა სექტორს და პოლიტიკური პარტიები, რომელიც პირდაპირ იბრძვიან ცხადია ხელისუფლების შესაძლებლად, აღმოჩნდნენ აბსოლუტურად ერთმანეთში გადაზელილი და გაერთიანებული და რასთავარია დღეს შეიძინეს ძალადობრივი დღის წესრიგი. ანუ ეს ხო უკვე დღეს შევეჩვიეთ ამას, რომ აბა რა, უნდა გადავტეხოთ, უნდა გადავატრიალოთ, უნდა შევცვალოთ, იმიტომ რომ როგორც ახსენე, მივდივართ ამ ჩელიაბინსკში. ამას წინათ რა გუშინ წინ თუ გუშინ ინტერვიუ იმედის დამფუძნებელთან და რეაქცია რაც მოყვა ამ ინტერვიუს, რომ თურმე ჟურნალისტმა როგორ ვერ შეძლო რაღაცა რესპონდენტის თრევა, როგორ ვერ შეძლო რესპონდენტის კუთხეში მიმწყდება, ანუ აი ეს შეფასებები მოისმინე ათობით. ეს უკვე ნიშნავს, რომ რადონეზე არის გამრუდებული აღქმა სამყაროში, რომ ჟურნალისტს, რომელიც ერთადერთი ფუნქცია არის, რომ დასვას კითხვები, ისე როგორც ის ჩათვლის საჭიროდ და აჩვენოს, ანუ შენზე თუ ეს რეაქცია გამოიწვია, ესე იგი მიუღწევია იმ ჟურნალისტის შედეგი გაჩვენა შენ. სად აქვს სუსტი წერტილი, სად არის პროპაგანდა შენი წარმოდგენით და აღქმით წარმოგიდგინა რესპონდენტი. ანუ ლარი კინგი ამერიკაში იმიტომ ითვლებოდა ერთ-ერთ ჟურნალისტიკის ერთ-ერთ მეტრად, რომ ის ახერხებდა ესეთი ღია კითხვების დასმას ძალიან ლაკონურად და წარმოიჩინა თავისი რესპონდენტი. ის რაც დასავლეთში არის სათნოება, ჩვენთან მიჩნეული იქნა დასავლეთის ადეპტების მხრიდან ბოროტებად. რომ ამ ჟურნალისტმა როგორ ვერ მოაძორო თავი რესპონდენტს. ანუ აი აქ ვართ მისული და ესეთი ადამიანები ერთგვარად ლოგიკა თითქოს გასაგებია, როგორ მოხდა ეს დეგრადაცია და მივიდა ადამიანი აქამდე, მაგრამ მეორეს მხრივ ეს საზოგადოება და ეს არსად არ წავა. ანუ რა უნდა მოხდეს ჩვენ ქვეყანაში საზოგადოებრივი გამთლიანების კუთხით, რომ ადამიანებმა თანამედროვე სამყაროს და ცივილიზაციის რომ გამოვედით ამ საბჭოთა კავშირიდან, გავიგე აბსოლუტურად უცხო სამყაროში, უამრავი უბედურება ამის გამო გადავიტანეთ, მაგრამ ელემენტარული აი ნავიგაციის ინსტრუმენტები და ორიენტირები შევიძინოთ, რომ სამყარო როგორ არის მოწყობილი ეს პლანეტა ხო უნდა ვიცოდეთ, რომ შედგება ქვეყნებისგან, ეს ქვეყნები არიან სუვერენულები, ზოგს მეტი გავლენა აქვს, ზოგს ნაკლები, ყველას აქვს თავისი ინტერესი, რომელსაც აღწევენ სხვადასხვა მიზნებით. ანუ როდის უნდა მივხვდეთ, რომ ეს სამყარო არ არის რაღაცა რელიგიურ ჟურნალებში რო ხატავენ ხოლმე 64-ს, ხო იცი, რაღაცა ლომი და კრავი სადაც ერთად ძოვს. მაგრამ ჩვენი თავარი პრობლემა ისეა, რომ აღმოჩნდა, რომ არსებობს საზოგადოების ნაწილი, რომელიც გამოდის გარკვეული დროშით და რომელიცაცაც აი ეს იდენტობა ცოტა ცდება ამ ეროვნულობის და ქვეყნის ფარგლებს და იძენს რაღაც გარკვეულ არ ვიცი როგორ თქვა, ცოტა აი ონლაინ საქართველოში არსებულ ატრიბუტიკას. აი რა ეშველება აი ამ პროცესთან მით უმეტეს ვიცით, რომ შემოდგომაზე აგერ ისევ იქნება არჩევნები და ყველა ეს ფაქტორი ითამაშებს თავის როლს. მე ვფიქრობ, რომ ამას ასე ვთქვათ ძალიან ახლო მომავალში სურათი დიდად არ შეიცვლება. იქიდან გამომდინარე, რომ სამწუხაროდ ამ ადამიანების დიდ ნაწილს არ აქვს სურვილი, რომ რეალობა მიიღონ ისე როგორც არის. და სულ მუდმივად აი ამ რაღაც შეთქმულების თეორიაში ცდილობენ, რომ ამყოფონ ჩვენი საზოგადოების ერთი ნაწილი. მე ვფიქრობ, რომ ოდნავ მაინც, ასე ვთქვათ, თვალი რომ აეხილოთ ამ ადამიანებს, ვფიქრობ, რომ ომის დამთავრება უკრაინაში რაღაცა დოზით შეცვლის მათ წარმოდგენებს. მე ხავ საუბრობ აბსოლუტურად, ასე ვთქვათ, გულთბილ ადამიანებზე, რომლებსაც არ აქვთ პოლიტიკური დღის წესრიგი. და არიან ასეთებიც, ხო? ხა გარდა იმისა, რომ იქ არიან მედიები, პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობოები, რომლებიც შეზრდილები არიან პოლიტიკურ პარტიებთან, ეს გასაგებია და ეს სეგმენტი, რა თქმა უნდა, ისევ გააგრძელებს ბრძოლას იმისთვის, რომ მოვიდეს ხელისუფლებაში. აქ ხა არაფერი გასაკვირი არ არის და ამის ცვლილებას ჩვენ არ უნდა ველოდოთ.
თუმცა ამ სეგმენტის უკან ასევე დგანან ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ ეს სურვილი, რომ აუცილებლად ეხლა თვითონ უნდა მოვიდნენ ხელისუფლებაში, თუმცა კონკრეტული წარმოდგენების გამო, რომელიც მათ შეუქმნეს ან შეექმნათ, ისინი, ასე ვთქვათ, ამ დღევანდელ ვითარებას ხედავენ როგორც ტრაგიკულ ვითარებას და აი ამ ტრაგიზმის, ასე ვთქვათ, აღქმა მათ შეეცვლებათ მაშინ, როდესაც ომი დამთავრდება უკრაინაში და მაშინ, როდესაც ისინი მიხვდებიან, რომ არ არსებობს, ასე ვთქვათ, აბსოლუტური ბოროტება და არ არსებობს აბსოლუტური სიკეთე ამ მსოფლიოში, როდესაც საუბარია საერთაშორისო ურთიერთობებზე და როდესაც საუბარია ქვეყნებზე, ხა ჩვენ აქ რელიგიურ და ბიბლიურ ჭეშმარიტებებზე არ ვსაუბრობთ, ხო? აქ ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე და ქვეყნები გამოდიან თავისი საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე და მათ ხშირ შემთხვევაში შეიძლება საერთოდ არ ადარდებათ, ხშირ შემთხვევაში კი არა და ყოველთვის პატარა ქვეყნების ბედი და როლი. სანამ ამას ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი არ გაიაზრებს და ამას არ ჭირდება რომ იყოს საერთაშორისო ურთიერთობების არც ექსპერტი და არც მცოდნე, იმიტომ რომ ეს ყველაფერი იმდენად ხელის გულზე დევს და იმდენად ხშირად მომხდარა ეს ყველაფერი ისტორიაში და მათ შორის საქართველოს ისტორიაშიც, რომ მე მიკვირს რატომ ჯერათ ამ ადამიანებს გულუბრყვილოდ, რომ შეიძლება ვიღაცამ, ასე ვთქვათ, საქართველოს არ გაწიროს თავისი სხვა უფრო დიადი ინტერესის გამო. შესაბამისად, მე დიდად, ასე ვთქვათ, ამ ცვლილებას ყოველ შემთხვევაში უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში არ ველი და მით უმეტეს არც ადგილობრივი არჩევნებისთვის, თუმცა პატარა დოზით შეიძლება ომის დამთავრებამ გარკვეულ აი მცირე ოდენობის ადამიანებში ეს, ასე ვთქვათ, წარმოდგენები ოდნავ შეცვალოს. რაც შეეხება ეროვნულობას და იდეოლოგიას, რაც შენ ახსენე, ხო? ეს თავისთავად პრობლემური არის ზოგადად ჩვენთვის, იმიტომ რომ განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობისთვის, იმიტომ რომ ჩვენი თაობა მაინც იზრდებოდა, ასე ვთქვათ, საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის იდეალზე. დამოუკიდებელი საქართველო იყო ჩვენთვის მთავარი, ასე ვთქვათ, იდეალი, ხო? ამ თაობისთვის მათ მიიღეს დამოუკიდებელი საქართველო, ისე თითქოს ეს ყოველთვის ასე იყო. და მათ ვერ დავადანაშაულებთ იმაში, რომ მათ სხვანაირი საქართველო არ წარმოუდგენიათ. მათ არ წარმოუდგენიათ საქართველოს საბჭოთა კავშირის ნაწილად. იმიტომ რომ ისინი დაიბადნენ დამოუკიდებელ საქართველოში. ამიტომ ჩვენმა თაობამ და ზოგადად განათლების სისტემამ ალბათ ძალიან ბევრი რამ დააკლო იმას, რომ ამ ახალგაზრდებს კარგად არ შეასწავლა ჩვენი ისტორია და კარგად არ აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია აი ამ გლობალიზებულ სამყაროში შენ დარჩე, შენი იდენტობა შეინარჩუნო. კარგია, ძალიან კარგია და მე ძალიან მიყვარს მოგზაურობაც, უცხო ქვეყნის ადამიანებთან შეხვედრაც, მათთან საუბარიც, ინდონეზიიდან დაწყებული, ბრაზილიიდან დამთავრებული, თუმცა მე რაც მათგან გამომარჩევს არის ის, რომ მე ვარ ქართველი. და ეს უნდა ჩაუნერგოთ ჩვენს ახალგაზრდობას და სამწუხაროდ მე ამას ჩვენს ახალგაზრდობაში ასე ვთქვათ ჯერჯერობით ვერ ხედავ და ეს მათ შორის ჩვენი ბრალიც არის. მე დაგეთანხმები იმ ნაწილში ნამდვილად რომ უკრაინის ომის დამთავრება ამას აჩვენებს, იმიტომ რომ გასაგები იქნება რომ თუ ომი მთავრდება, ესე იგი ხდება რაღაც მოლაპარაკება, თუ მოლაპარაკება ხდება, იქ არიან აქტორები და ეს აქტორები უბრალოდ შეთანხმდებიან კონსენსუსის გზის და კონსენსუსი ნიშნავს რაღაცის დათმობას და ეს მიღებას. ამავე დროს ახლა როცა გისმენდი, მაშინ ესეთი აზრი გამიჩნდა რომ ძალიან ისეთი ბოროტად ისარგებლა აი რაღაცა უცხოურმა გავლენამ, ამ შემთხვევაში მართლაც უცხოურმა გავლენამ საქართველოს და საბჭოთა სივრცეში ადამიანებს, იმიტომ რომ შეიძლება ადამიანი ახალი თაობის არის და ახლა დაბადებულია, მაგრამ ოჯახიდან გარემოდან ის ძველი რაღაცა ჩვევები და სამყაროს აღქმა და ხედვა მოჰყვება მას, რაღაც თითქოს გენეტიკურად იღებს. საბჭოთა კავშირი, რომელიც მრავალი ათეული წლის მანძილზე აკეთებდა კულტივაციას იმისას, რომ არსებობს ერებს შორის მეგობრობა, მოძმე რესპუბლიკები, აი ამ ტერმინოლოგიით გაჟღენთილი იყო ჩვენი საჯარო სივრცე. აი ამ განწყობაში უცებ შემოდის რაღაცა ის დასავლური ინტერესი, რომ კი ჩვენც ესე ვართ და ამ დროს
საერთაშორისო პოლიტიკა გვაჩვენებს, რომ ყველას აქვს საბოლოო ჯამში თავისი ინტერესი. აი და მით უმეტეს შენ აფეტიშო დასავლეთი, რომელიც მთლიანად დგას, აი ვთქვათ, კაპიტალისტურ პროტესტანტულ საწყისებზე, რომელიც სადაც საერთოდ სხვა ტიპის ურთიერთობები არის მისაღები, ეს უნდა ხედავდე რაღაც კონდეს კრიტიკული აზროვნება აქვს, უნდა ხედავდე წინააღმდეგობას. როცა პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, რომ იცი რა არის, მე კი ამერიკის პრეზიდენტი პირველ ვიზიტს ყოველთვის ვთქვათ ბრიტანეთში ახორციელებს, ან ვთქვათ კანადაში, მაგრამ თუ გადამიხდით ფულს სადაც გინდათ იქ წამოვალთ და წინაზე ესე გადამიხადა საუდის არაბეთმა, უნდა მიხვდე, რომ იქ ყველაფერი იყიდება რა. ახალ წელს ყველა ქვეყანაში აჩვენებენ ძირითად სურათს საერთოდ რაღაცა ინთება და თვლა მიმდინარეობს და ამერიკაში აი ამ სურათსაც ყავს სპონსორი, ანუ ისეც იყიდება. მოკლედ, ეს ცოტა გადაუხვია. დიდი მადლობა ნიკას სტუმრობისთვის, საინტერესო ეთერისთვის. ჩვენ ცხადია კიდევ სამომავლოდ გავაგრძელებთ, იმიტომ რომ ძალიან დინამიურად განვითარდება ნამდვილად მოვლენები, მაგრამ დღეს გემშვიდობებით, დავბრუნდებით ეთერში ორშაბათს, შუადღის პოლიტიკით.